სამი ძირითადი რჩევა მინდა გაუზიარო ბუღალტრებს, რომელიც მათ დაეხმარებათ თანამედროვე ბიზნეს გარემოში არსებულ გამოწვევებთან სწრაფად ადაპტაციაში და ეფექტურობის გაზრდის პროცესში. პირველი რჩევა ალბათ იქნებოდა, რომ იმეგობრონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. დღესდღეობით ბაზარზე ბევრი სხვადასხვა ტიპის საბუღალტრო პროგრამაა და სააღრიცხვო სისტემა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საბუღალტრო და საგადასახადო სისტემების მათ შორის ოპტიმიზაციას, აღნიშნული ტექნოლოგიების კარგი ცოდნა და მათი ინტეგრაცია უშუალო სამუშაო პროცესში ბუღალტრებს დაეხმარებათ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად დააგენერირონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. დღესდღეობით ასევე ძალიან პოპულარულია AI, blockchain, cloud, სხვადასხვა cloud ვერსიების, ასე რომ ვთქვათ, ინტეგრაცია საბუღალტრო სისტემებში, ამიტომ პირველი რჩევა ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ალბათ იქნებოდა ის, რომ იმეგობრონ მაქსიმალურად ამ ტექნოლოგიებთან და იფიქრონ სისტემების ინტეგრაციაზე. მეორე რჩევა ეს არის პროაქტიული სააღრიცხვო სისტემის შემუშავება და დანერგვა პროცესში. აღნიშნული სააღრიცხვო სისტემა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს კომპანიის საოპერაციო ნაწილს, სფეროსთან არსებულ დეტალებს. აღნიშნული სააღრიცხვო სისტემის ფარგლებში ბუღალტერს მიეცემა საშუალება, რომ მოცულობითი ინფორმაცია ოპტიმალურად დააგენერიროს საბუღალტრო პროგრამაში, გამოუთავსუფლდება მას დრო იმისთვის, რომ გაეცნოს არსებულ ფინანსურ და საგადასახადო სიახლეებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის. მესამე ეს იქნება კონსულტაციები კოლეგებთან და ექსპერტებთან, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება ნებისმიერ ჩვენთაგან სჭირდება. ნეტვორკინგი ბუღალტერს მისცემს საშუალებას, რომ გაეცნოს ბაზარზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს, ასევე გაიაროს კონსულტაცია სხვადასხვა ტიპის ფინანსური თუ საგადასახადო რისკის ნეიტრალიზაციის მიზნით. აღნიშნული ურთიერთობები მას ასევე მისცემს საშუალებას, რომ გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და აიმაღლოს ცოდნა სფეროსთან და ზოგადად ბაზარზე არსებულ თანამედროვე პრაქტიკებთან მიმართებაში.